მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოპოვებულია. ზესტაფონელი სამბისტები გიორგი დვალი, ნოდო სვიანაძე და ნინო ხარაიშვილი ზურაბ ტუღუშის მემორიალურ ტურნირში წარმატებული გამოსვლების შედეგად ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში არიან და ამჯერად ძალებს მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენებთან ორთაბრძოლებში გამოცდიან. სამივე მათგანმა ფოთში გამართულ ასპარეზობაზე პირველი ადგილის მოპოვება შეძლო და შესაბამისად ჩემპიონის медали დაიმსახურა. ქალაქ ფოთში ჩატარდა მემორიალური ტურნირი, ჩაატარა სამბოს ფედერაციამ, ეს იყო მსოფლიო შესარჩევი, სადაც ჩვენმა გუნდმაც მიიღო მონაწილეობა და მე დავიკავე იქ პირველი ადგილი 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩავატარე 5 შეხვედრა და 5-ვე შეხვედრა წარმატებით დასრულდა და მოვიპოვე საგზური ევროპის კი არა და მსოფლიოს ჩემპიონატისკენ. ზეგი ქალაქ ფოთში ჩატარდა შესარჩევი მსოფლიო ჩემპიონატის, სადაც 19 კატეგორიაში მივიღე მონაწილეობა, ჩავატარე 3 შეხვედრა, 3 წარმატებით გავიარე და დავიკავე პირველი ადგილი. და მოვიპოვე საგზური, რომ წავიდე მსოფლიო ჩემპიონატზე და ავასახელო ჩემი ქვეყანა. ბევრად უფრო მეტი შრომა იქნება საჭირო ამ ყველაფრისთვის, იმიტომ რომ ან მსოფლიო ჩემპიონატის არ არის უბრალო შეჯიბრი, ეს ამას ბევრი შრომა ჭირდება და ამისთვის თავს არ დავზოგავებ, ვშრომებ, რომ გავხდე მსოფლიო ჩემპიონი. 3 შეხვედრაში გავიმარჯვე, დავიკავე პირველი ადგილი, ეხლა მსოფლიოსთვის ვემზადებით, იქნება შეკრებები და ყველაფერს ვიზამთ, რომ გავიმარჯვო მსოფლიო ჩემპიონატზე. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ზურაბ ტუღუშის მემორიალური ტურნირი ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში 2 დღის მანძილზე მიმდინარეობდა. 3 ჩემპიონის გარდა ზესტაფონელებს კიდევ 4 პრიზიორი ჰყავთ. დიანა გაჩეჩილაძემ და გიორგი ქათამაძემ მეორე საპრიზო ადგილები დაისაკუთრეს. ნინო გუნცაძე და ლევან კაპანაძე კი მესამე ადგილის პრიზიორები გახდნენ. რაც შეეხება სამბოში მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს ჭაბუკებს შორის, ის ოქტომბერში ინდონეზიაში გაიმართება. მანამდე კი ნაკრების წევრების მზადებაზე სამბოს ეროვნული ფედერაცია იზრუნებს.